გამარჯობა საქართველო, გიზო უჯარმელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აი თითქმის მიიწურა თებერვალი და ამ რამოდენიმე ვიდეოთი მინდა გადმოგცეთ თუ როგორ ჩაიარა ჩემს ქალაქში თებერვალმა, რა შენდებოდა, რა კეთდებოდა, როგორ ერთობოდა ხალხი, რას ვაკეთებდი მე, სალომე, ჩემი ლამაზი ქალიშვილი, ჩემი კომპანია. იმედია მოგეწონებათ თქვენს ბედნიერ თებერვლის დასასრულს გისურვებთ და ბედნიერ დასაწყის მარტის თვეში. სხვათა შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაზაფხული 21 მარტს იწყება და საერთოდ თვეების გადასვლა და წლის დროების გადასვლაც 21 მარტს იწყება. ჩვენთან რატომაც პირველიდან აღვნიშნავთ ამ ყველაფერს, მაგრამ აი თქვენ რას ფიქრობთ, რომელი უფრო სწორია, რომელი უფრო მართებულია, რომ იყოს. რამე თუ მე რატომღაც მგონია, რომ აი ეს პირველი მარტიდან და თვის პირველიდან დაწყება თვის ან სეზონის მაინც საბჭოთა კავშირის გადმონაშთია. შეიძლება ვწდებოდე. დავბრუნდი ჩემს ქალაქში. არც ამერიკელებს მოსწონთ ყველაფერი არჩევნების შემდეგ. აი დღეს ასეთ ყინვაში არის რაღაც დემონსტრაცია, რაც საკმაოდ უჩვეულოა ჩვენი ქალაქისათვის და ადამიანები აპროტესტებენ ტრამპის გარკვეულ პოლიტიკას. აი ადამიანები ასეთ უჩვეულო სივრცეში აპროტესტებენ ასე მუშაობს დემოკრატია. არასდროს არ არის ისე, რომ ყველას ყველაფერი მოსწონდეს. არავინ არ გამოვა აქ ეხლა და დაიჭერს ამ ხალხს და ჩასვავს ციხეში იმისათვის, რომ თავისი აზრი გამოთქვეს. არის სპეციალური ფორუმები, სადაც შეიძლება ამ ადამიანებმა მიმართონ პოლიტიკოსებს და წავიდეს რაღაც დიალოგი იმის შესახებ თუ რა არ მოსწონთ. ბოლოს და ბოლოს ყოველ 4 წელში შეიძლება გადარჩევა. გარეთ ისეცივა, რომ რამოდენიმე სიტყვა მანქანიდან უნდა ჩავიწერო. მოვედი ისევ იმ ადგილას, რომელიც რამოდენიმე კვირის წინ გაჩვენეთ, აი ეს შენობა აპარტამენტების, რომელიც თითქმის მთლიანად ხით შენდება. მოდი ვნახოთ პროგრესი. ძალიან ცუდი ქარია დღეს. შეიძლება ღობეებიც მოგლიჯოს. მაგრამ პროგრესი სახეზეა. წარმოიდგინეთ, ახლა არის მინიმუმ 15 გრადუსი სიცივე, ყინვა და ადამიანები მუშაობენ, აგრძელებენ დაუღალავად მუშაობას. არ ვიცი, ძალიან თბილი განსაცმელი კი სჭირდება ადამიანს, რომ აქ რაღაცა შეძლო. შენობის მეორე მხარე ასე გამოიყურება. ამოვიდა უკვე 4-ვე სართული. ეხლა როგორც კი დასრულდება ეს ხის სამუშაოები, მე სახურავი გადმოვა და უკვე დაიწყება საიდინგის გაკეთება, როგორც ამერიკელები ამბობენ და მე უკვე შიდა სამუშაოებიც გაგრძელდება. ამ ზაფხულს უნდა დასრულდეს ეს შენობა. როგორ მუშაობს ეს ხალხი წარმოუდგენელია. რაღაც 3 წუთიც არ გავიდა, რაც გარეთ ვარ და უკვე მომეყინა ხელები და სტურები. ყოჩახ მშენებლებო. ჩვენს ქალაქში 80-იანების საღამო იმართება. ადამიანები მოდიან 80-იანების სტილით ჩაცმული კოსტიუმებით. და ეს საღამო იმართება ერთ-ერთ სასტუმროში, რომელიც ჩემს მეგობრებს ეკუთვნით. მეგობრები კალიფორნიიდან არიან. აქ შეიძინეს ეს სასტუმრო და ცდილობენ ჩვენს ქალაქში შემოიტანონ ცოტა ესტრადისა და გართობის კულტურა. ესე ლამაზად აცვიათ ადამიანებს ხლა. ლამაზად არის თუ არა ლამაზად მე არ ვიცი, მაგრამ საინტერესო. საკმაოდ დიდი რიგიც კი არის. ჩვენს ქალაქში ეს ცოტა უჩვეულოც კია და ამიტომ მოზღვავდა ადამიანების რაოდენობა. ნიუ-იორკიდან არის. მაიამის შემდეგ მე მგონი ჩვენს ქალაქში ესეთი რამე არ მინახია. მეგობრობა ამერიკაშიც გადის. ასე შემოდიხართ VIP-ში. მუშაობს ქართული ვარიანტი. როდესაც ასეთ პატარა ქალაქებში ჩამოდიან ადამიანები, რომლებიც ვიზიონერები არიან, ეს კარგია, რამე თუ ჩამოგაქვთ კულტურა, გართობა, რაღაც ახალი.
და ასეთ ქალაქებში ყოველთვის შეგიძლიათ მიაღწიოთ უფრო მეც რამე თუ არავის ასეთ პროვინციულ ქალაქებში ასეთი არ გაუკეთებია. ჩემი მეგობარი ძალიან ჭკვიანი ადამიანია. ცდილობს მოიტანოს ასეთ პატარა ქალაქში მაიამისებური კულტურა, ნიუ-იორკისებური კულტურა. ნიუ-იორკში ვერავის ვერ გააკვირვებ ამით. და აქ ჩვენთან ადამიანებს უხარიათ ესეთი რაღაცა. ვათვალიერებთ შიდა ნაწილს ამ ყველაფრის, ეს არის კომერციული სამზარეულო, რომელიც ამ სასტუმროს ემსახურება და ეს სასტუმრო არის სადაც ეს ყველაფერი ხდება. ხო, მთელი ეს კონცერტი, დისკოტეკა, DJ, ყველაფერი აქ ხდება. და მფლობელებთან ერთად ვათვალიერებ ამ ყველაფერს. პირველი დღეა, როდესაც შედარებით დათბა და იცით რა მივაქციე ყურადღება, რა დიდი ბედნიერებაა, როდესაც ხედავ ასფალტს. რამე თუ აქამდე ასფალტის ნაცვლად იყო თოვლი. ბევრ თქვენთაგანს მოსწონს თოვლი და ეს თეთრი სილამაზე, მაგრამ აი რა რჩება თოვლის შემდეგ, რჩება ჭუჭყი, ტალახი და ბედნიერებას იმაში პოულობ ადამიანი, რომ გზის სავალი ნაწილი გამოჩნდა, კერძოდ ასფალტი. ასე ვართ ჩაფლულები თოვლში. სალომე, მორჩი უკვე? გავედით? სათხარ? აჭამე კატებს. რაო? რა თქვეს კატებმა? მიაო. მიაო. სტარბაკსში ყოველთვის მანცვიფრებდა ერთი ისეთი ფაქტი, რომ გოგოები და ბიჭები, რომლებიც სტარბაკსში მუშაობენ, ყოველთვის ძალიან დადებითად არიან განწყობილები. მოღიმარე, კარგ ხასიათზე და ასე შემდეგ. მე დავასკვენი და შევისწავლე, რომ თურმე ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ამ დაქირავების პოლიტიკის არის ფსიქოლოგიური ტესტები, რომლებსაც მომავალ მუშაკებს უტარებენ, რათა დაზუსტებით იცოდნენ, რომ პოზიტიური ადამიანები იმუშავებენ ამ დაწესებულებაში. და საერთოდ ბევრ ორგანიზაციაში არის ესეთი ფსიქოლოგიური ტესტები, ვიდრე სამუშაოზე მიგიღებენ. ეს ნორმალური ამბავია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩემი გოგო ელოდება ყავას. გაუმარჯო.